მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დიდი ხანი პაუზა ქონდა აღებული, მაგრამ დავბრუნდით და ამიერიდან გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ვიდეოების დადება. იქამდე სანამ გეტყვით თუ რას გავაკეთებთ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამდენი თბილი კომენტარისთვის და ბევრი ლაიქებისთვის. მოდი ავიდეთ რაც შეიძლება მალე 2000 გამომწერზე, რომ ბევრად უფრო მეტი საინტერესო გათამაშებები, ვიდეოები და ჰაკინგის რაღაცები გასწავლოთ. და დადამ. ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, მოდი გადავიდეთ საქმეზე, რისთვისაც ვართ შეკრეფილები. მიდი მაგის დედაცვალი. მოკლედ, ამ ვიდეოში ჩვენ ვისწავლით, წინა ვიდეოში ჩვენ ვისწავლეთ Wi-Fi-ის გატეხვა, ერთ-ერთ წინა ვიდეოში თუ არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ დაგკლიკოთ და ნახოთ ეს ძალიან საინტერესო ვიდეო, აქვე ამოვანათებ. გარდა ამისა, ვისწავლეთ და შევეხეთ Linux-ის სხვადასხვა tools. ეხლა ამ ვიდეოში ჩვენ ვისწავლეთ ხო, ჩვენ ვისწავლით შემდეგ ნაბიჯებს თუ იმის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც Wi-Fi-ის ქსელს გავტეხავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქსელის სკანირება, სხვადასხვა მოწყობილობების აღმოჩენა და ასე ვთქვათ, ამ მოწყობილობებზე შეტევა, მათი სერვისების გამბოლენა და ასე შემდეგ. და ამიტომ დღეს ჩვენ ვისწავლით თუ როგორ შეიძლება დავასკანეროთ Wi-Fi-ის ქსელები სამი სხვადასხვა გზით. პირველი, ჩვენ დავასკანერებთ ამას ტელეფონით, მეორე, ჩვენ გამოვიყენებთ Linux-ში Nmaps და Nmap-ით დავასკანერებთ და გარდა ამისა Windows-ს გასწავლით თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ Zenmap-ი, Nmap-ის ბიძაშვილია თუ რაღაცა ეგეთი რა. ხო, კაი, წავედით და ეხლა ვნახოთ პრაქტიკაში უკვე როგორ ხდება ეს ყველაფერი. წავედით. რომ Windows-ით შევძლოთ ჩვენ ქსელის სკანირება, საჭიროა რომ გადმოვწეროთ ეს აპლიკაცია, რომელსაც ქვია Zenmap-ი. ხო, ანუ Zenmap იდეაში არის Nmap-ის Windows-ის ვერსია და პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია გადმოვიწეროთ ის ოფიციალური ვებსაიტიდან. აი, აქედან, სადაც არის nmap.org-ი. download-ში გადავალთ, ავირჩიოთ სასურველ პლატფორმას, აქ გვაქვს Windows-ისთვის, macOS-ისთვის, Linux-ისთვის და რაღაც სხვა OS-ებისთვის. ვიპოვით Windows და დავკლიკავთ Nmap-ის უახლეს რილიზზე. დაველოდებით რომ გადმოიწეროს. გადმოწერის შემდეგ ჩვენ უბრალოდ დავკლიკავთ ამ setup.exe ფაილზე და დავიწყებთ ამ თულის ინსტალაციას. აქ permissions მივცემთ, არაფერი საშიში არ არის. თუ პირდაპირ გადმოიწერთ, ასე ვთქვათ, ოფიციალური ვებსაიტიდან, თამამად შეგიძლიათ გადმოიწეროთ. აქ ველოდებით, ინსტალაცია დასრულდება. აქაც დავეთანხმებით და ვიწყებთ ინსტალაციას. ცოტა დრო ჭირდება. ამ შეგვიძლია მოვხსნათ ყავა და გავაგრძელოთ მუშაობა. კაი, დაველოდოთ next-ი და finish. ეხლა დაექსტრაქტებს 1 2 3 სეზამ გაიხე. აბა. და ეს ჩვენი Zenmap-ი დაინსტალირებულია. ეხლა მოდი გავხსნათ. მოკლედ, როდესაც გაიხსნება აპლიკაცია, ის გამოიყურება ასე, ჩვეულებრივი ინტერფეისი აქვს. აქ შეგვიძლია ვნახოთ სკანები, ანუ დასკანერებული, ასე ვთქვათ, აუთპუტები. აქ შეგვიძლია მივუტიტოთ ჩვენი ტარგეტი, ანუ რის დასკანერება გვინდა. აქ შეგვიძლია გავწეროთ Nmap-ის ის კომანდი, ანუ იდეაში რა ტიპის სკანიც გვინდა რომ გავაკეთოთ და აქ გვექნება აუთპუტები. მოდი ახლა Windows-ის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველი გავხსნათ CMD და დავიწყოთ. მოდი აქ უცებ color მივცეთ, CLS-ი, რომ ეკრანი გავასუფთავოთ და გავიგოთ ჩვენი IP მისამართი იმისთვის, რომ დავადგინოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საბნეტი, რომ დავასკანეროთ თლიანი ქსელი. ამის ბრძანება არის ipconfig და ჩვენს IPv4-ში პირველი 3, ასე ვთქვათ, რიცხვი წარმოადგენს ჩვენს საბნეტს, ანუ ჩვენ შეგვიძლია ტარგეტში შევიყვანოთ 192.168.1.0 დახრილი ხაზი 24 და რეალურად ეს, რასაც გააკეთებს, გადაუყვება
ასე ვთქვათ 0-დან 255-მდე და ყველა host შეამოწმებს, ასე ვთქვათ, არის თუ არა ის ცოცხალი. მოდით აქაც დამატებითი option-ი გავუწეროთ, რომ იმის პარალელურად, რომ ასე ვთქვათ ამ host-ებს გადაყვება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სკრიპტების სისტემებს დაასკანეროს და ასევე გამოგვიტანოს ის ვერსიები, რაც ასე ვთქვათ, ამ host-ებზე იქნება. მოდი გავუშვათ და აი ესეთნაირად გაეშვება და ყველა known hosts იპოვის და გამოგვიტანს აქ. იდეაში ეხლა წესით ერთადერთი ტელეფონი უნდა იყოს დაკავშირებული და მხოლოდ მაგის IP მისამართი უნდა გამოიტანოს. მაგრამ, როდესაც ნახავთ ამის აუთპუტებს დიდ ქსელებზე, აქ ლამაზად დაილისტება, ასე ვთქვათ, ყველა ჰოსტი, რომელიც ცოცხალია ქსელში. ან მოდი ეს სკანირება გავაჩეროთ და უბრალოდ, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ჰოსტების იდენტიფიცირება ქსელში. nmap, IP მისამართი, subnet-ი წერტილი 0 დახრილი ხაზი 24 და ეს დაგვეხმარება, რომ ასე ვთქვათ, ყველა ჰოსტი ვიპოვოთ ამ ქსელში. აი, კი, რა თქმა უნდა, ერთი როუტერი და მეორე გვაქვს ის მოწყობილობა, რომელიც დაკონექტებულია, ასე ვთქვათ, გამოიტანა, ხო? პირველის IP მისამართი არის 192.168.101 და მეორესი არის 192.168.105. ხო? მოდი ეს ვნახოთ ჩვენი IP. კი, ხო, ეს ყოფილა ჩვენი IP მისამართი და ხო, Windows-ზე ეს პორტები არის დეფოლტად გახსნილი. ხო, აი აქ შევატყობთ, რომ ასე ვთქვათ, როუტერზე რა პორტებია გახსნილი, 80 პორტია, რომელიც საინტერესოა, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეს ავიღოთ და Google-ში ჩავწეროთ, მივუწეროთ ეს ჩვენი პორტიც და ჩვენ გაგვეხსნება, ასე ვთქვათ, ასეთი admin პანელი, საიდანაც ჩვენ შევალთ ჩვენს როუტერში, ხო? აქ თუ default, ასე ვთქვათ, პაროლები აყენია, მაშინ მარტივად გავხსნით. თუ არა და მოგვიწევს, რომ უფრო სიღრმეებში შევიდეთ. მოდი ახლა ავიღოთ ეს ჩვენი IP მისამართი და ამაზე გადავატაროთ, ასე ვთქვათ, სპეციალური სკანირება, სკრიპტებზე სკანირება და ვერსიებზე სკანირება და გავიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია თუ რა სერვისები გვაქვს, ასე ვთქვათ, ამ IP მისამართზე. ვიცით, რომ ეს არის როუტერი, მაგრამ მაინც დამატებით გავიგოთ რაღაც ტიპის ინფორმაციები. ახლა ველოდებით უბრალოდ სკანირების დასრულებას და როდესაც output-ი გამოვა, ის გამოიყურება აი ასე. ასე ვთქვათ, ეს დამატებით გვაძლევს ინფორმაციას უშუალოდ ამ პორტებზე გაშვებულ სერვისებზე, მათ ვერსიებზე, აი მაგალითად 53 პორტზე არის domain სერვისი და მისი ვერსია არის აი ეს, რაც აქ არის მოცემული, ეს შეგვიძლია ჩვენ აი აქ მაგალითად გვაქვს BOA HTTPD თავისი ვერსია. ჰაკერები რეალურად აქ რასაც იზავდნენ, არის ის, რომ წავიდოდნენ Google-ში, ესე ჯიგრულად, დასერჩავდნენ ამას, მიაწერდნენ vulnerabilities და ეცდებოდნენ, რომ აქედან ნებისმიერი ტიპის, ასე ვთქვათ, exploit-ი აეღოთ და მოერგოთ და გაეკეთებინათ შეტევა ამ კონკრეტულ IP მისამართზე, ამ კონკრეტულ პორტზე. ხო, ანუ ამისთვის არის მნიშვნელოვანი სერვისის ვერსიების დასკანერება და სხვადასხვა სკრიპტებზე სკანირება. იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ Kali Linux-ში სკანერების გაკეთება და ჩვენი შიდა ქსელის დასკანერება, ამისთვის პირველად ჭირდება რომ გავიგოთ ჩვენი IP მისამართი, რომელიც იქნება config ბრძანების გამოყენებით, VLAN 0-ის ქვეშ, ვნახავთ iNets და დავჭირდება მხოლოდ პირველი სამი რიცხვი, იმისთვის რომ დავადგინოთ ჩვენი subnet-ი, თუ რომელ subnet-ში ვიმყოფებით, შემდეგ Ctrl Shift C-ზე დაწყაბუნებით, შეგვიძლია დავაკოპიროთ ეს subnet-ი და აქედან დავიწყოთ უკვე მომზადება იმისთვის რომ გამოვიყენოთ nmap. ბრძანება არის nmap, ჩვენი subnet-ი
ბოლოში მოუშვით და დაუწევთ წერტილი 0 დახრილი ხაზი 20. იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, Nmap-მა გადაუღვეს 0-დან 255-მდე დაასკანეროს ყველა ჰოსტი და გამოგვიტანოს მასზე ღია პორტები. დავაწვევით Enter-ს და დაველოდებით სკანის დასრულებას. აქვე ჩვენ შეგვიძლია რაღაცა დროის გასვლის შემდეგ Enter-ზე დავაწვევთ და აქ დავინახოთ რამდენ პროცენტზეა ჩვენი სკანირება და დაახლოებით ვიცოდეთ თუ რამდენ ხანში დასრულდება ის. ამ შემთხვევაში 92%-ზე. აქ ცოტა დროის გასვლის შემდეგ ეს სკანირება დასრულდება. ნუ აქ ოდნავ იმაზე მეტი ხანი მოგვიწია ლოდინი, ვიდრე დასრულდებოდა და დასრულების შემდეგ გამოდის აი ესეთი result-ი, სადაც მოცემულია როგორც Windows-ის შემთხვევაში, აქაც ყველა ის ჰოსტი, რომელიც არის ღია ჩვენს ქსელში, მასზე გახსნილი პორტები, თავისი სერვისებით და ასე შემდეგ. ჩვენ აქედან უკვე შეგვიძლია ავირჩიოთ სათითაო ჰოსტი და როგორც Windows-ის შემთხვევაში გავაკეთეთ, სათითაოდ სკანირება გავაკეთოთ თითოეული ჰოსტის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მაგალითად, რომ ავიღოთ ჩვენ რაუტერი და დავიწყოთ მასზე სკანირება, აქ ჩვენ მიუთითებთ Nmap 128.168.101 და აქ შეგვიძლია განვსაზღვროთ სკანირების ტიპი, მაგალითად SCV სკანირება, რომელიც გააკეთებს სკრიპტზე და ვერსიებზე ამ ჰოსტის სკანირებას. ყველაფერი დანარჩენი ანალოგიურად არის, როგორც Windows-ის შემთხვევაზე ქონდა გაკეთებული, ხო? აი მაგალითად 21.22.23 და ასე შემდეგ ამ პორტებზე არის SSH, FTP სერვისები და ჩვენ გავაკეთებთ უფრო დეტალურ სკანირებას ამას. მესამე, ასე ვთქვათ, მობილური მოწყობილობით რო შევძლოთ ჩვენი Excel-ების სკანირება, ამისთვის ჩვენ ვიყენებთ აპლიკაციას Sphinx, რომელიც შეგიძლიათ იპოვოთ როგორც iOS-ისთვის, ასევე Android-ისთვის. მარტივად გახსნით აპლიკაციას და დაუკავშირდებით Wi-Fi-ის ქსელს, რა თქმა უნდა, და დაიწყებთ არსებული ქსელის დასკანერებას. აი აქ დაინახავთ, რომ გამოჩნდება ყველა ის მოწყობილობა, რომელიც თქვენს ქსელთან არის დაკავშირებული, როგორც ასე ვთქვათ, რაუტერი და ასე ვთქვათ, სხვა ის მოწყობილობები, რომლებიც წეღანაც ვიპოვეთ. და ესე შეგვიძლია შევიდეთ, მაგალითად, ავირჩიოთ რაუტერი და დავიწყოთ მისი პორტების დასკანერება find open port-ზე დაწყაბუნებით. ეს არის ყველაზე მარტივი ხერხი იმისთვის, რომ დავასკანეროთ ქსელები ჩვენი ტელეფონის გამოყენებით და ასევე აღმოაჩინოთ ამ მოწყობილობებზე, ასე ვთქვათ, ღია პორტები, ხო? აქაც რა თქმა უნდა ცოტა დრო ჭირდება იმისთვის, რომ ეს სკანირება მოხდეს. დაველოდებით და გვექნება აქაც შედეგი. და დღეისთვის სულ ეს იყო, იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარი და დამიწერეთ კომენტარებში შემდეგი რა სისურვებდით, რაზე გადავიღოთ ვიდეო. ნუ მე კი მაქვს იდეა უკვე, მაგრამ მაინც. და ხო, ალგოუნი თუ დაგაინტერესდებათ, ჩემ პრომოკოდით შეგიძლიათ 10%-იანი ბაზდაკლებაც მიიღოთ ჩემო გამომწერებო და წავედით. მაგრად